თემატურ საკითხებს, მეცნიერულ საკითხებს, ისტორიულს და უფრო მეტად პოეზიის აღამოწმ მართავდით, მაგრამ ახლა უფრო გადავედით მეცნიერულ საკითხებზე. სალონის დიასახლისები მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი ნანა ყიფშიძე, იზაბელა მიქალაძე, რომელიც ჩემი ძალიან დიდ როლს ასრულებენ ამ სალონის არსებობაში და ძალიან მეხმარებიან და ყველაფერს ვაკეთებთ ფაქტიურად ერთად. ეხლა მინდა წაგიდგინოთ დღევანდელი თემა. მოგეხსენებათ კაცობრიობამ აღმოაჩინა და მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწაზე იყო სამი ძირითადი ცივილიზაცია, იყო სხვა ცივილიზაციებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ სამი ძირითადი შუმერული, ბერძნული და ეგვიპტური ცივილიზაცია, რომელიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა, მაგრამ სამყაროს მოევლინა ალექსანდრე მაკედონელი, რომელმაც გააერთიანა ეს ცივილიზაციები, შეიქმნა ელინთა ეპოქა, ერთმანეთისგან აიღეს ყველაფერი ძვირფასი, კარგი, საუკეთესო და ამის შემდეგ მოულოდნელად ისევ გარდაიცვალა ეს ჩვენი მხედართმთავარი და ეს ამხელა კულტურული მემკვიდრეობა ჩაბარდა რომის იმპერიას. რომის იმპერია წამოვიდა წინ, გაძლიერდა და დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელის ტერიტორიებიც უფრო მეტიც და ფაქტიურად კაცობრიობის მონაპოვარი, როგორც მემკვიდრეობის სახით ჩაიბარა. მე მინდა ვთქვა, რომ და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ეს იყო ისეთი ცივილიზაცია, რომ მე ვფიქრობ, ჩემი პირადი აზრია, ვისაც კიდათ არ თქმა უნდა შეგიძლიათ შემედავათ, რომ მასზე უკეთესი, რაც მაშინ შექმნილა კაცობრიობის ისტორიაში უკეთესი თითქმის არაფერი აღარ შექმნილა, შემდეგ თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ მიღწევებს. კიდე არქიტექტურული თვალსაზრისით, ქანდაკებები, თუნდაც საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებები იყო მაშინ და ძალიან დღემდე თუ რაიმე ომბეზუდა განსაკუთრებული გვიდა ავაშენოთ და გავაკეთოთ, ყველაფერს ვიღებთ იქიდან, კოლოსალური სვეტები, თაღები, რაღაცა ორნამენტები, არაფერი ახალი მის მერე კაცობრიობას აღარ შეუქმნია. და ძალიან საინტერესო არის, რომ აი ამ ცივილიზაციებზე როცა ვილაპარაკებ, გამოიკვეთა მე ძალიან პირადად მაინტერესებდა ეს სფერო და აღმოვაჩინე და კი ქართველები ყველგან ვიკვეხნით სუფრაზე, რომ ქართველები ვიყავით ყველაფრის სათავეში, ქართველები ასე, მაგრამ კონკრეტული ფაქტებით ძალიან ცოტა ვიცით როგორ ვიყავით ამ ცივილიზაციების სათავეში. ამ სამივე კონკრეტული ცივილიზაციის სათავეში, საიდან და როგორ ვიყავით, თითქმის ყველა ვიცით ზოგადად, მაგრამ არ ვიცით კონკრეტულად, რომ შეგვეკითხონ, არ ვიცით. აი მე მაგალითად უცხოეთში რო წავიდა, სპეციალურად მოვემზადე, მინდა გითხრათ, რომ აი როგორ შეიძლებოდა მეთქვა, რომ აი ნამდვილად აი აქედან და აქედან გამომდინარე. მაგრამ იმდენი რაღაც არსებობს, იმდენი კვლევა, იმდენი ძალიან ბევრი ქართველი პროფესორები და მეცნიერების შრომა, რომელიც ნამდვილად ადასტურებს ამ ცივილიზაციის სათავეებთან რომ ვიყავით ქართველები, ესე იგი ეჭვი არ არსებობს და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ შეკრებაზე მოვიწვიეთ თითქმის ალბათ ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერი, ხო ბატონო გია, მე ასე მგონია, რომელმაც სხვათა შორის მე წავიკითხე, რომ 19 წლის ასაკში დააინტერესა ფესტოს დისკოზე რაღაც აღმოჩენამ, რომელიც 1908 წელს ხო ხვალგსდები 17 წლის იყავით, 1908 წელს აღმოაჩინეს ფესტოს დისკოზე ბერძნულ ტერიტორიაზე, ბერძნების კუნძულზე კრეტაზე და აღმოჩნდა, რომ უკვე დამტკიცებული ფაქტი იყო, რომ ბერძნები ამ ტერიტორიაზე მოვიდნენ შემდეგ, ინდოევროპელების შემდეგ, ხო ბატონო გია? ინდოევროპელები არიან. თვითონ ხო, და წინარე ბერძნები იყვნენ ვიღაც სხვები. ვიღაც სხვები და ვერ ხსნიდნენ მეცნიერები ვინ იყვნენ ისინი, იმიტომ რომ ის აღმოჩენილი წარწერები, ის აღმოჩენილი კულტურა ვერ იკითხებოდა, ვერ იშიფრებოდა და ყველამ დაამტკიცა, რომ ეს იყო სხვა ცივილიზაცია, სხვა ცივილიზაციის განატოვარზე მოვიდნენ ბერძნები, მაგრამ არ მტკიცდებოდა ვინ იყვნენ და როგორ. მაგრამ გამოითქვა მოსაზრება, თუ ეს დისკო გაიშიფრებოდა და კიდევ ბევრი სხვა წარწერა, აღმოჩნდებოდა ვინ იყვნენ ეს ხალხი. ავსტრიელმა მეცნიერებმა თუ არ ვცდები, ავსტრიელმა მეცნიერებმა ძალიან ბევრი მეცნიერი მუშაობდა ამ წარწერების გაშენში, ცეფიში, თქვა, რომ იცით რა,
ეს მე რატომღაც მგონია რომ იყოს პროტო-ქართულ ენაზე დაწერილიო და მე ამას გამო დაინტერესდა ქართველი მეცნიერები ჩაუჯდნენ, ცდილობდნენ ეს გაშიფრებას, მაგრამ ვერა ზვიად გამსახურდიაც ყოფილა სხვათა შორის დაინტერესებული ამ ფაქტით. მე ასე ზვიად გამსახურდიას თვითონ ეს კაცი შეხვდა თბილისში ჩამოვიდა თავის ვაჟიშვილთან ერთად, კი. 90 წელს. და ეს ინფორმაცია ხარ მე რასაც ყვები ბატონ დიაკაშილობას 17 წლის შემისწორა მე 19-ის ვიცოდი ჩასდა ყურში და დაინტერესდა იმის შემდეგ მე ესეთი ინფორმაცია 1500-ზე მეტი ნაშრომი წავიკითხე კონკრეტულად ამ წინარე ბერძნების ცივილიზაციაზე და აი მისნა დაისახა რომ ამოეხსნა ეს გაეშიფრა და გაშიფრა ახაზოვანი წარწერა. ახაზოვანი წარწერა ნიშნავს ესე იგი ცენტრიდან წრიული მიმართულებით იქ ახაზოვანი სხვა არის. ფესტოს დისკო არის ცალკე-დოკუ. ხო, როგორი წარწერა არის? ფესტოს დისკოზე ორი ახაზოვანი არ არის. ფესტოს დისკო ერთი დოკუმენტია და ახაზოვანი 1900-მდე დოკუმენტია. ანუ ბევრი დოკუმენტია აღმოჩენილი. მაგრამ ფესტოს დისკო როგორი წარწერა არის? ეს იეროგლიფურია. პიქტოგრამული არა? პიქტოგრამა იეროგლიფია. იგივე. ძალიან კარგი. ამიტომ ასეთი რაღაცა ასეთი სასიამოვნო განსაკუთრებული ამბები რომ გვაქვს, სწორედ ამიტომ ამოვარჩიე რომ დღეს ჩვენ თემის სტუმარი ყოფილიყო ბატონი გიაგაბაშვილობა. გიაგაბაშვილობა არის ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი. მინდა გითხრათ რომ აბსოლუტურად დამსახურებულად იმიტომ რომ უამრავი რამ გააკეთა ამის შემდეგ, უამრავი კვლევა ჩაატარა. გაშიფრა 1500-მდე ტექსტი, ხო? შუმერული და ბერძნული. ძირითადად ახაზოვანი ტექსტები მაქვს გაშიფრული და რაღაც ნაწილი შუმერული, ოღონდ რომელიც არ იშიფრებოდა მათემატიკური, ეკონომიკური ტექსტები რომელიც იყო. აჰა. და ამასთან ერთად კონკრეტულად რა სახელწოდებაც აქვს ფაზისის აკადემიას მოიკვია ხო დიდი კვლევა ჩაატარა რომ ეს არის უძველესი აკადემია, ძალიან უძველესი, რომ ნამდვილად არსებობდა, ვინ იყვნენ ის უძველესი სწავლულები, ვინც ამ აკადემიაში სწავლობდა, 40-მდე მუზეუმში იყო ბატონი გია ნამყოფი ამ დოკუმენტების შესაგროვებლად, მათ შორის ვატიკანის დახურულ მუზეუმშიც მოუწია შესვლა და მოახერხა, ხო ესე ინფორმაცია მაქვს ბატონი გია რომ ეს მოახერხა. ჩუმად შევდივარ და ჩუმად შედის და გამოდის და ესეთი ინფორმაცია გამოიტანა რომ არ შემიშვებენ, იმიტომ რომ უკვე გავამჟღავნე. გიცნობენ უკვე ხო? უკვე აღარ გიდება. დიდი კვლევა გააკეთა ფაზისის აკადემიის. მე ოღონდ ცოტა ავირია რაშიც იცი ფაზისის აკადემიის დამაარსებლად მოიაზრებთ მარკიონს თუ უბრალოდ გამავრცელებლად სხვადასხვა ქვეყნებში. მარკიონ ფაზისელი იყო ამისი დამაარსებელი. მაგრამ რო არის ნახსენები რომ თვითონ მამაც იქ და ამაზე ვისაუბრებ. კი. მოკლედ აი ესეთი მნიშვნელოვანი კვლევის ავტორი ყავს დღეს ჩვენს აი ესეთ ისტორიულ სახლში და მე ძალიან მიხარია და ისეთი გახარებული ვარ, აი რაღაცა ძალიან როცა ვკითხულობ ძველ ამბებს და ძველ პერსონაჟებს, ძველ ადამიანებს ვეცნობი, რომლებმაც ეპოქა შეცვალეს და ვფიქრობ მერთო რაღაცა გული ამიჭუყდება, რა მაგარია იქ ყოფილიყავი რაღაცით დავეხმარებოდი, ან რატო ესე ვერ გააკეთეს ხალხმა, რატო ხელი არ შეუწყოს და უცებ ჩვენს ეპოქაშიც არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდება გვერდჩიტკნულ და განსაკუთრებული დაფასება და აი წარმოგიდგენთ პათოლოგიას აი ამ თემატიკით ზუსტად ქართველები უძველესი მსოფლიოს ცივილიზაციის სათავეებთან. აი ამ სამ ცივილიზაციაზე რაზეც ველაპარაკეთ, ყველასთან გვაქვს ძალიან დიდი კავშირი. დიდი მადლობა. საინტერესო წარდგენისთვის. ძალიან მოგიხიბლეთ თქვენი სიტყვებით, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხმა და სწორად ახსენეთ ყველაფერი. თუ ხალბატონებს სათქმელი არ აქვთ? არა. ჩვენ დავიწყოთ მაშინ რომ არ წავაგოთ. ესე იგი მე უკაცრავად უნდა ჩამოვიждე მაინც რომ შევხედო. ესე იგი როგორ თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ვისაუბრებთ ქართველები უძველეს სოფლიოში ზოგადად რას წარმოადგენდნენ და რას ქმნიდნენ. რა იყო ქართველების ფუნქცია? რაც ჩვენ დღეს არ აგვაქვს. რით ვიყავით ჩვენ გამორჩეულები იმ ძველ ცივილიზაციების პერიოდში და სახელები, რომელიც ჩვენ ახლა ჯერ დაგვავიწყდა რაღაც მიზეზების გამო და რა გვერქვა ჩვენ წინათ. ანუ ყოველ შემთხვევაში ძროთა ცვლილების შედეგად ხალხს სახელები ეცვლება და ჩვენც ერთ-ერთი ვართ, მაგრამ ეს დოკუმენტაციებში აღნიშნულია ვინ როგორ იყო და რას წარმოადგენდა და რანი იყვნენ. ყოველ შემთხვევაში მე განვიხილავ ასეთნაირად ქალბატონო ნატალი.
საერთოდ შუამდინარეთი, ეგვიპტე და ეს ხმელთაშუა ზღვა ფაქტობრივად ერთი იდეიდან, ანუ ერთი კაცია ძველ პერიოდებში კაცობრიობა, ნუ ახლა როგორ ვთქვათ, ქრისტეს შობამდე დამტკიცებული ფაქტობრივი მასალის მიხედვით 10,000 წლის წინ მოძრაობდა ხალხი. რა თქმა უნდა, ეს გადაადგილების საშუალება არ იყო ახლა რაც გვაქვს, მაგრამ ხალხს ერთმანეთთან მიქონდათ ინფორმაცია. თუ რამე სადმე გამოიგონებდნენ, ის რაღაცა პერიოდში 3 თვე თუ 1 წლის შემდეგ სხვასთანაც მივიდოდა. ერთ-ერთი ფაქტობრივი ასეთი რამ არის დამწერლობის წარმოშობა. თუ კაცობრიობამ სადღაც დამწერლობას მიაგნო, ეს უკვე სხვასაც ეცნო. აი მაგათად, რაც ჩვენ გვაქვს ცნობილი მასალების მიხედვით, ჯერჯერობით ჩანს, რომ შუამდინარეთში ჩამოყალიბდა დამწერლობა. ხო, და ეს მიკვლევა სხვამაც გამოიყენა. მაგათად, ეგვიპტემ როგორ? ეგვიპტეს ეს გამოგონება პირდაპირ აქვს მიღებული. ოღონდ თავის შინა ეროვნულ ფსიქიკაში გადახარშვით აქვს შექმნილი იეროგლიფური დამწერლობა. ხოლო შუამდინარეთში დამწერლობა ევოლუციური გზით ჩამოყალიბდა. ანუ ნელ-ნელა და იქნება დამწერლობა მიზეზი, რისი, აი ეს ადამიანი როცა კომუნიკაციას ამყარებს ერთი ხალხი მეორე ხალხთან და რაღაც საქონელი უნდა გაცვალონ, მაგათაც თქვენ გაქვთ ხორბალი და მე მჭირდება დაუშვათ სხვა საქონელი, მე რომ თქვენ გაგიცვალოთ პირადად, მე და თქვენ რომ ერთმანეთში გაგცვალოთ მცირე რაოდენობის, არ ჭირდება მას ჩაწერა. მაგრამ როცა დიდი რაოდენობისა, თქვენ ეს გჭირდებათ ტაძრის მშენებლობისთვის, მთელი სიტუაციებისთვის, ან პირამიდის მშენებლობისთვის საჭიროა გამოყვება ხალხის და ასე შემდეგ, მაშინ ჩაწერები აუცილებელი უნდა ყოფილიყო და ამ ეკონომიკურმა ურთიერთობებმა განაპირობა პრაქტიკულად აღრიცხვა, ანუ მათემატიკისა და დამწერლობის ერთდროული შექმნა. ახლა ჩვენ ამას რასაც ყვებით, ეს არის ფაქტობრივად არქეოლოგიური მასალების მიხედვით მოცემული. ანუ ერთ დეტალსაც ვერ მოუმატებთ ამ კვლევაში და ვერც დააკლებთ. მაგრამ ამ კვლევის პროცესში შეიძლება რაღაც ნაწილებში გაუგებრობა იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში კიდევ არქეოლოგია რაღაც მასალებს როცა იპოვის, შემდეგ უფრო კიდევ დაზუსტეს. შეიძლება რაღაცა ნაწილი ცოტა ბუნდოვანი იყო, მაგრამ შემდეგ უფრო ორ შემთხვევაში ნათელი გახდება. აი ეს არის ჩვენი ამბავი. აი ამ პროცესში ჩვენ სად ვიყავით? აი მე მინდა რომ ეს დავანახოთ სოფლიოს, რომ ჩვენ რას არ მოვადგენდით, არა იმ თვალსაზრისით, რომ აი ქართველები მაგრები ვარ და ყოჩაღები და ასე რაღაცნაირად თავს ვიწონებთ. არა, რეალურად რაც ვართ, იმაზე საუბარი დღეს. მოკლედ თემას ქვია ქართველები უძველეს სოფლიო ცივილიზაციათან სათავეებთან. მე შემთხვევით, ანუ არა ისე პოეტური თვალსაზრისით არ მომიტანია ივანე ზოსიმეს ლექსი. ეს წმინდა ასახავს რაზე ჩვენ ვისაუბრებთ აქ. და 4 დღის სამკვდარი ამისთვის თქვა დავით წინასწარმეტყველმა, რამე თუ წელი 1000 ვითარცა ერთი დღე. აი თქვენ რაც კითხეთ. ბიბლიაში დაახლოებით სამყაროს შექმნისა 8000 წელია. მაგრამ შეხედეთ, წელი 1000 გადაიყვანეთ თქვენ ერთი დღე. 365,000 გადაიყვანეთ და გადაამრავლეთ თქვენ და მიიღებთ 3 მილიარდამდე რიცხვს. აი ეს განსხვავება. აი რას ნიშნავს მათემატიკოსობა ესე? ბიბლიის ანუ სამყარო შექმნილია 3 მილიარდის და არა 8000 წლის. მაგრამ ბიბლიური წელთაღრიცხვით 8000-ია. 8000-ია. აჰა. ბატონ მათემური წინაზე თქვა რომ თუ მეო გავიგეო რომ პოეზიასაც მათემატიკის ნიჭი ჭირდებოდა და ახლა მეცნიერებასაც აღმოჩნდა რომ მათ ესე იგი მათემატიკა ყოფილა წელს. მე მაგალითად ჯერ მათემატიკა ვისწავლე და მე მივედი პოეზიის დიდივაში, იმიტომ რომ თქვენ აი თქვენ ასე თქვით ქალბატონო
იცით რატომ? მათემატიკის გარეშე პოეზიაში აი, ნახეთ. ლექსებს დაწერენ, ხა. ლექსებს დაწერენ, ლექსებს. დიახ. პოეზიას ვერ შექმნიან. დიახ. აჰა, ანუ პოეზია უზნაძესაც ასიეხნა თქვა მინდა გითხრა. მე გეტყვით, პინგალა იყო ინდოელი მათემატიკოსი, რომელიც ითვლიდა გრძელ და მოკლე ხმოვანს. და ეს წესები შექმნა. საკითხური მაქვს სანსკრიტში, მე იმას გადმოყვებით სხვის მონაყოლს. დიახ. ეს არის ახლა რომ გადმოვიტანოთ კომპიუტერულად გრძელი აღნიშნა 1-ით და მოკლე 0-ით. ორობითი სისტემა, რომელიც ჩვენ კომპიუტერში გვაქვს, პინგალადან აქვს აღებული ჯერ ფიბონაჩს. მერე აქვს პასკალს აღებული და მერე ჩვენ უკვე ვიცით უკვე. ნუ მოკლედ კაცობრიობას ეს სჭირდება, რომ ძველი ინფორმაციის გაცნობა. იხვა გაქვს? ბატონო, სანამ მან ეს პრეზენტაციაზე გადავიდეთ, მინდა თქვათ, რომ აქ გაქვთ ის, რომ ანუ კავკასიური რასა, ამაში გაქვთ. კარგი, მაშინ გისმენთ. თუ გინდა ნიკას დაუთმოთ კითხვას. რონში მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ თქვენგან ესეთი მართლაც ძალიან ძვირფასი ინფორმაცია მიიღოს ჩვენმა ტელემაყურებელმა და ჩვენს რასაკვირველია. მე უბრალოდ ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ, ანუ თქვენ ეჭქვეშაგნებთ ბიბლიის, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციას 8000 წელთა მიმართებაში ერთის მხრივ, როდესაც ივანე ზოსიმის ასე ვთქვათ ფრაზებს უპირისპირებთ მას ერთის მხრივ და მეორე მხრივ, ანუ თქვენ რა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ანუ ქართველები არის უძველესი კულტურის ანუ რა აღმოჩნდა? უფრო მეტად რა კონკრეტულად პირველ კითხვაზე პასუხობ. ეს ტექსტი ივანეს ზოსიმიდან არის, დავით წინასწარ სალმონიდან არის აღებული. 1000 წელი საწინააღმდეგოს კი არ ვამბობ. ბიბლიის მე ვამტკიცებ, რომ ბიბლიის მთელი სისტემა სწორია, მაგრამ კითხვა არ ვიცით, რომ გავიგოთ. 8000 წელი ჩვენი წლოვანებით კი არა, ის ღვთისმშობლობითაა, ღვთის წლებითაა განსაზღვრება. ჩვენთვის ამდენი წელია. გამიგეთ? აი დავით წინასწარმეტყველში როცა წაიკითხავთ, ღმერთისთვის ერთი დღე, ადამიანისთვის 1000 წელია. და ის მეორე კითხვაზე აქ სწორედ იმისთვის ვარ შეკრებით, რომ გიპასუხოთ და გაჩვენოთ. გავაგრძელოთ კიდე აქ? გისმენთ, ახლა მე კიდევ აი პოეზიაზე რადგანაც ჩამოვარდა შილერს ვერანაირად ვერ ავწდები ხოლმე. აი წარმოიდგინე რასია შილერი. ნუ ახლა გერმანულ თქვენ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში ასეც თარგმნი. შეხედეთ ჰომეროსის მზეს ჩვენც გვიღიმის. ჰომეროსის მზეს. ხო, აი ეს წერია. შეხედეთ ჰომეროსის მზეს ჩვენც გვიღიმის. ხო, შილერი წერს. შილერი წერს. ნუ მოკლედ ეს გავითავისე ჩემს გაგებს. მოკლედ რაზე ვისაუბრებ ჩვენ? ეს საკითხი არის ინტერდისციპლინარული. არ არის ერთი დარგი. მაგალითად ავიღოთ ენათმეცნიერება. ისე ჩემი სპეციალობა არის მათემატიკა, ენათმეცნიერება და ეკონომიკა. და რატომ არის ეს სხვადასხვა დარგი ჩემთან ერთად წარმოდგენილი? აი მე მაინტერესებდა მათემატიკის ძველი ისტორია, მაინტერესებდა დამწერლობა და რის გამო ჩამოყალიბდა მე თავიდანვე ვთქვი ეკონომიკური ურთიერთობები. ამიტომ ეკონომიკის როგორც უძველესი თეორიული საკითხები, როგორ ყალიბდება ეკონომიკა, ჯერ მაგალითად არისტოტელე როგორ წერს ეკონომიკას, აი ეს საკითხები მომიწია შესწავლა და იმის გარდა მთელი სხვადასხვა მასალები. მოკლედ ეს კვლევა არის ინტერდისციპლინარული და დავხოთ ეს საზოგადოებრივი, ჰუმანიტარული, ზუსტი და სამომისმეტყველო. აი ეს ყველა დარგი ასე თუ ისე რაც შეიძლება მეცნიერული კვლევების ძიების შედეგად არის მიღებული ჩვენი კვლევის საგანი, რაც იყო, ანუ რაც გამოვიკვლიე, ეს შედეგები მივიღეთ აი სწორედ ამ ტიპის ამ ასეთი კვლევის თანახმად. უმდიდრესი არქეოლოგიური არტეფაქტებია შესწავლილი, წერილობითი დოკუმენტები, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო 46 მუზეუმში მთელ მსოფლიოში, საქართველოს გარდა
თავარი მუზეუმებზე მაქვს, მაგალითად ლუვრის მუზეუმი, ბრიტანეთის მუზეუმი, ამასაც გეტყვით. ყველა საარქივო მასალა ჩვენ მიერ დახარისხებულია, ჯერ მოპოვებული ფოტომასალის სახით, ანუ გადაღების უფლება გვაქვს მიღებული წინასწარ, მერე დაარქივებული და დახარისხებული, შემდეგ შესწავლად საცალკე დოკუმენტების. აი ამ ჭრილში ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ რამდენი წლისა ქართული სახელმწიფო. ასე თუ ისე ცნობილია ედუარდ შევარდნაძის ხელმოწერით, აკადემიკოს თამაზ გამყრეძის ინიციატივით, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა არის 3000 წლის. და ესეც არის საზოგადოება, რატომ ავიღეთ 3000 წელი? ესეც გონია რომ რაღაცას ჰაერიდან ვიღებთ. აი თუ ამ მასალას გავეცნობით ამასაც, ჩვენ კიდე დავინახავთ რომ იმ მეთოდით კიდევ 1000 წლით შეგვიძლია დაძველდეს ქართული სახელმწიფოებრიობა და ანუ 4000 გვაქვს ლაბარაკი. მაგრამ ეს არ არის იმ ტიპის სახელმწიფო, როგორც ეხლა თანამედროვე. სახელმწიფო რა არის ძველ პერიოდში. ყავს მეთაური და მას აქვს მართვის სისტემა და ყოველ შემთხვევაში აქვს კომუნიკაცია, ეკონომიკური ურთიერთობები და დამწერლობა. აი ეს არის მინიმუმ სახელმწიფო მაგ პერიოდში. ნუ ახლა ჩვენ ასევე მათემატიკური და კომპიუტერული მოდელირებით შევისწავლეთ პროტოქართველური ცივილიზაციის ყოველ დროის მომენტში რამდენი უნდა ყოფილიყო რიცხობრივად ჩვენი წინაპრები. მაგალითად ძველ წელთაღრიცხვის 5000 წელს მილიონია. შემდეგ წლებში რამდენად იზრდება და მერე რატომ ვერ იზრდება და რა პრობლემებია რომ ახლა რატომ არ ვართ 50 მილიონი. და შემდეგი პროგნოზირება რამდენი უნდა ვიყოთ. ნუ ეს საკეთემა ახლა დღეს ამას არ განვიხილავთ. ხო, კვლევები მიმდინარეობდა მითოლოგიური, ანუ მითების მიხედვით, ისტორიული, ანთროპოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, ნუ აქ შედის მეტალურგიული საკითხები, არქეოლოგიური, თვით მათემატიკური, ლინგვისტური და სხვა მიმდინარეობებიც რაც შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ეს ყველაფერი არის ცნობილი მეცნიერების ნაშრომებიდან აღებული. მაგალითად ჰუმბოლტი, ბლუმენბახი, კლუგე, ჰომელი, ევანსი და სხვები. ქართველებიდან ძალიან წარმატებულები იყვნენ რიგ საკითხებში, ნიკო მარიჯავახიშვილი, მიხეილ წერეთელი, უცხოეთში კიდე ედუარდ შვიცერი, გიორგი ჩიტაია ეთნოგრაფიული თვალსაზრისით. მათემატიკოსებიდან ვანდერ ვარდენი, რომელიც ძველ მათემატიკას იკვლევდა, შახერბაიერი და ასე შემდეგ. ხო, მოხსენებები ჩვენი თითქმის ყველა კონტინენტზე, 4 კონტინენტზე ჩატარდა ძირითად თავარ უნივერსიტეტებში, აი მაგალითად ევროპაში ათენის უნივერსიტეტი, კრეტის უნივერსიტეტი, პარიზის უნივერსიტეტი, ანუ სორბონის უნივერსიტეტი რაც ქვია, ჰარვარდში, ოქსფორდში, კემბრიჯში და ასე შემდეგ. იმაშიც რა ქვია, ჰონგ-კონგში და ასე შემდეგ. ნუ ბევრია ეს. აი სწორედ ნაწილი იმისა ჩვენ რაც გამოვაქვეყნეთ არა, ეს არის სამეცნიერო ნაშრომები იმ საკითხებზე, რაზეც მე დღეს გესაუბრებით, ოღონდ ყველა თემა ცალკეა დაბეჭდილი. ანუ ერთად არ არის. იმიტომ რომ სამეცნიერო ნაშრომში 10 გვერდის მეტი არ შეიძლება, ეს ძალიან დიდია. აბა კითხვა? გადამოგია. სანამ ამ თქვენს მოხსენებაზე გადავალ. აი ყველა საინტერესოს ახლა თქვენ ასეთ პიროვნება ხართ ჩვენთან და აი მომზადებული ხოდა ეს კითხვა, რომ აი კონკრეტულად ჩვენ სკოლაში გვასწავლიდან რომ აიეტის და იასონის ამბავი არის მითი, როგორც ასევე ხო, მითი, მაგრამ თქვენს ლექციებს როცა ვუსმენ და წამიკითხავთ თქვენი კლუბი, თქვენ ადასტურებთ, რომ არ არის ეს მითი და რომ ნამდვილად არსებობდა აიეტი. მითი ერთ-ერთი ფორმა ისტორიული პროცესის აღწერისა. კი, მე მაგალითად, აი როგორც რიგითმა ადამიანმა მინდა ვთქვა, რომ მე ხო წეგანაც ვახსენე რომ ჯერა ანუ ზევსი აფროდიტე ესენი რო არსებობდნენ აი მე ჯერა უფალი იესო ქრისტეს კი მეც ჯერა გულწრფელად ჯერა მაგრამ ნახეთ რა ხდება როცა წავიკითხე რომ შლიმანსაც ასე ძალიან ჯეროდა რომ ტროა არსებობდა და აღმოაჩინა ტროა და თურმე მართლა არსებობდა უფრო გამიმყარდა რომ აი ნახეთ და
ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი რომ მგონია რომ მართლა არსებობდა აი ოფიციალური არტეფაქტის სახით ვიტყვი რომ არსებობდა კოლხეთი ჩემი მოსაზრებები და დაკავშირებით არის ის რომ რადგან ტროა ნამდვილი აღმოჩნდა და რადგან ტროას ქალაქი ნამდვილად იყო და ნამდვილად მოხდებოდა ეს ომები და იქ ჰომეროს ნახსენები აქვს რომ ტროაში იყვნენ არგონავტიკაში ნამყოფი ესენი რა ქვია მხედრები ესე იგი აგერ თუ ეს ნამდვილად არსებობდა ტროა და ტროას ომი ნამდვილად მოხდა ფაქტია რომ ეს ნაწარმოები არ იყო ჰაერზე და ზღაპარზე შექმნილი და ფაქტია რომ ერთადერთი დამადასტურებელი ჩემი რასაც ვკითხულობ ეს მომეჩვენა რომ აი ნამდვილად არსებობდა აქედან გამომდინარე არგონავტები ჰომეროზე არ ვალაპარაკობ თორემ ხო აი თქვენ კიდე რა სიტყოდით რომ აი მაგალითად ამდენ წარწერები გაშიფრეთ ამდენ აი მაგალითად აიეტის ყვალი აი ამას აქ ვილაპარაკებ ვილაპარაკებ ესე ყველაფერი ქონია რაც მინდა მე მაგრამ არ მინდა ჰომეროსზე გადავიდე იმიტომ რომ ბევრ რამის თემა მინდოდა მაგრამ არა იმიტომ რომ მაშინ იმას ვერ ვიტყვი ხო მაგრამ აი ჰომეროსი ეს არის ძალიან მაღალი უდიდესი მიღწევა პოეზიის სამყაროსთვის ანუ აი რა ვიცი აი საოცრად აღწევს აი მაგათად აღარ მინდა ეს დავიწყო ჰომეროსი არ იწყებს თავიდან ამ ომს იწყებს ბოლომდე შუაში შუიდან იწყებს საოცარი ასე შლის აი შუიდან შლის აქეთ იქით დასაწყისი და დასასრული ერთად თავდა რაღაც საოცარი ის არის ახლა აღარ მინდა ამაზე ვისაუბრო ლიტერატურული აი კონკრეტულად აიეტზე და იმაზე რომ ვისაუბროთ ამაზე ვისაუბრებ კარგი იქ ვარ გონდა დაგოს თუ შეიძლება გავაგრძელებ აი ზუსტად ამ კითხვის გაგრძელება არის თქვი ესე იგი აი რამდენად ბატონია ესე იგი გადამაშლება თუ შეიძლება ასე ითქვას მითოლოგია როგორც ასე ვთქვათ მოვლენა ვთქვათ ჩვენს ისტორიულ წყაროებში და რეალური ფაქტები ანუ რამდენად მასში ანუ აქვთ კვეთა თუ არ აქვთ და კიდე ერთი აი უფრო კარგად თუ დაგვიკონკრეტოთ რა იმიტომ რომ შეიძლება ხდება რაღაცას გაუორება და დამობნეველი არის მითოლოგიას ხშირად სიმბოლური ასე ვთქვათ შინაარსი აქვს და ანუ ასები არის რეალური ხო ლიტერატურაში არა სიმბოლური რასაკურველია და ანუ აი ეს თემა რომ უფრო კაფეოდ ძალიან მარტივად ვიპასუხებ მე ამას რომ ძალიან უღლან დღეში რომ არ შევიდე ადამიანი აზროვნებს სამსახოვნად ჩემს გაგებაში მითოსურად რელიგიურად და ფილოსოფიურად აი ამიტომ არის აი მაგათად ალექსანდრე მაკედონელი როგორც გაზრდილი ფილოსოფიაში მითებს დიპატისცემს იმიტომ რომ მისი აზროვნება გადამბულია და რელიგიასთან ანუ ჩვენ ვაზროვნებთ ამ სახით მეტი მეოთხე მე ჯერ ვერ ვიპოვე აჰა და ჩვენ როცა ლიტერატურულ ნაწარმოებს წერთ მაშინ ხარ შენ ძლიერი როცა იმ სამივეს წარმოადგენ ჰარმონიულად რუსთაველი ამიტომაც ძლიერი მე ხლა აღარ მინდა ახლა თქვენზე უკეთესად ეს არ ვიცი მე ჩემ კითხვას რო დაუბრუნდით მითოლოგიასა და რეალურ ამბავს შორის მაგალითად დავით აღმაშენებლის თქვა გალოვანის სინონიმისანი არის დამტვილი დავით აღმაშენებლის დაწერილია და ამ მისი მოღვაწეობა არის ფაქტი და ამას ყველა ადასტურებს მითოლოგია არის მაგრამ ჩვენ უძველესი მაგალითად მედიას თქვა ძველი აიეტის მითოლოგია ეს შეიძლება ჩვენ რეალურ ფაქტს დავუხმდებაროთ და ჩვენ კი არ ვაკეთებ დაკვემდებარე მოდი დავიწყოთ ასე რეალურ ფაქტებს ჩვენ გავყეთ ფაქტებს და აი ფაქტებიდან გამომდინარე ვისაუბროთ ხო კარგია ძირითადად თქვენ სახელი ნიკოლოზ ძირითადად ჩემს თავიდან ვიტყვი რომ მე ჩემს შეხედულებას თქვენ არ გაგაცნობთ რა თქმა უნდა ჩემი კვლევის ჩვენ ოფიციალური თქო ბესტიერები რო ადასტურებენ რომ ეს არის ჩემ ახამად დავაზუსტებ რა თქმა უნდა ჩემი კვლევებია არა ჩემი კვლევებია ეს მაგრამ მე არ გესაუბრებით ამ კვლევებიდან კიდევ რაღაცას რასაც ხედავ რომელიც ახლა შეუძლებელია ამაზე ვილაპარაკო მე თქვენ ვისაუბროთ მე ეს ცოტა სპარამია როგორც იურისტი ვსწავლობდი ლათინურ ტექსტებს
აი ინსტიტუციებზე და წარმოდგენა მაქვს როგორ ყალიბდება ჯერ ხამურაბიში კანონები და ასე შემდეგ, მაგრამ ამ დეტალებში ახლა ვერ შევიჭრები ჩვენ მთლიანად. ხო, კი ბატონო. ნაწილი ინფორმაცია თორემ ეს თელი ლექციათა კურსია მე ახლა გასაგები. რომ დავჟე ერთი წელიწადი ჩქაროთ რომ იმას ვქნათ, ჩავეწკეთ რაღაცა ერთ საინტერესო საათი რო გამოგვივიდეს. პირველი ჩვენი მოხსენება ფესტოს დისკოსი რატომ დიდოდა ეს მოხდა ბრიტანეთში ლონდონის სიძველების შემსავლელთა საზოგადოებაში და ეს სურათი აღებულია საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი მიმოხილვითი მინერვა არის აი რა პატარა ხართ ამ ფოტოს. ხო აქ პატარა რამდენი წლის ხართ? ამ ფოტოს ისტორია ის არის რომ გია მორიძებული ვერდით დადგა და რას ხიაო გამოიყვანეს და დააყენეს წინო მე რა ეს შენობა იმდენად ისტორიულია 1600-ია 1700-ია მგონია თუ არ მეშლება ან 1700 რაღაცა შეიძლება მაგრამ აი ეს ისტორიული შენობა სადაც ინახებოდა დროზეტის ქვა სანამ ბრიტანეთის მუზეუმი აშენდებოდა და რამ 6 თვე თუ 4 თვე იყო აქ და ის ადგილიც მონიშნულია სადაც არის და კიდევ აქ ბეხაზოვანის ტექსტების ამოკითხვა აქ წარადგინა მაიკლ დენტრისმა სმიტი ისე ჯორჯ სმიტი ისეთი ახალგაზრდა კარგაკით ამდენი მეცნიერების აქ ახლა როგორ მოხდა ჩვენი წარდგენა 2008 წელს ზუსტად აგვისტოში ომია ჩვენთან საქართველოში და ჩვენ არ ვიცით საერთოდ ინფორმაცია არ გვაქვს რომ რა ხდება ევროპაში და მოგწერა აიზენბერგი არის ამერიკელი ძალიან ცნობილი ხელოვანი ხელოვნების გალერეის დირექტორი იყო ნიუ-იორკში ხო და მან მოგწერა წერილი თქვენ შესახებო ჟურნალისტმა მკითხაო გაზეთ ტაიმსი რომა ინგლისური ამას აქვს მოსაზრება რომ ფესტოს დისკოზე რაღაც ნიშნები ერთ-ერთი ნიშნები ან ასე ხატია ხან იქით და აერიაო თვითონ ბეშტავსო აჰა და ისტორიის რეგდები და ეს გადაცემა თქვენ აი ესე მიგართულებები რო ეცდება პიკტოგრამებს რატო ეცდება ნახატებს აი ჟურნალისტმა სწორედ ამაზე გამომეხოდა და ნახევ ინტერნეტში პატარა ინფორმაცია და ჩვენო მართავთო ზუსტად 1908 წლიდან 2008-მდე 100 წელი გავიდა ფესტოს დისკო აღმოაჩინეს 1908 წლის 3 ივლისს ხო და მოგწერა წერილი აჰა თუ პრობლემებია ფინანსური მხარდაჭერით თუ ეს არ იქნება მთავარიო ნოემბერშიო ჩვენო პატარებთო საერთაშორისო კონფერენციას და ძალიან მცირე რაოდენობით ვიქნებით თუ მოხსენებები შესულა 1000 ცალი და 12 დაუშვეს ამ წარმოიდგინეთ რამდენად შეამცირეს 12 მოხსენება და ერთ-ერთი ჩვენი იყო რო დაუბრუნოთ იმ თუ შეიძლება ანუ ესე მითოლოგიისა და რეალური აი მივახვალ რადგანაც აინტერესებდა და უმეთქვა მასალები ყველა აღებულია არქეოლოგიური არტეფაქტები რომელიც არის დაცული ამ უნივერსიტეტების მუზეუმების შესაბამის დაწესებულებებში რაც არის აქ ნაჩვენები ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მასალები გვექნება პროტოქართველური მოსახლეობის შესახებ ანთროპოლოგიური მასალები ძალიან მცირე დიახ და როგორ წავიდეთ თქვენ გულისხმობთ როგორ გაედინა პროტოქართველები ან ხმელთაშუა ზღვის აუზში და მიმდებარე ტერიტორიებზე რამ გამოიწვია ეს გადინება და ასე შემდეგ ხო სასოფლო სამეურნეო მიგრაციის სხვადასხვა ვარიანტია მაგრამ ერთ-ერთ ვარიანტს ჩვენ დავამახვილებთ სასოფლო სამეურნეო და მეტალურგიული მასალები გვექნება უძველესი წერილობითი ძეგლების ამოკითხვაზე გვექნება და ფაზის აკადემიის მოკლე ისტორიას და ძირითადი შედეგები აი ეს არის ჩვენი დღევანდელი თემები ძალიან დიდი თემებია. დიდი თემებია, მაგრამ მოკლედ როგორ მოვახერხებთ ამ? მოდი დავიწყოთ ასეთნაირად. რას წერს იოანე ანტიოქიელი მე-7 საუკუნეში? საოცარი ფრაზა ის არის წინადადება. ბერძნულ ტექსტი ეგრე ქვემოთ. აი ხლა იწყება ბიბლიის თემის გაშლა. აჰა. ბაბილეზე მქონდა კიდევ ის ანუ ჩვენი წინაპრის, ანუ უძველესი წინაპრის სახელი არის იაფეტი. აი ეს არის იაფეტი, მას ყავდა გომერი, თუბალი და მეშეკი. მეშეკი დღევანდელი მესხები არიან. აჰა. თუბალი დღევანდელი იბერის სახელია. კი ბატონო. თუ ივანი ჯავახიშვილს დაუჯერებთ ამ შემთხვევაში. და თოგარმა და თარგამოსი და იცით უკვე
ქართლის ცხოვრებიდან ვინ წარმოიშვა. მოკლედ იოანე ანტიოქიელი წერს ასეთ რამეს. იაფეტის მოდგმას წილად ხვდა მიდიიდან. ეს არის ჩრდილოეთ სპარსეთი. ხო. ნაწილი ვიდრე ბრიტანეთის კუნძულებამდე. მთელი მიწა-წყალი, ანუ ექსინის პონტოს, ანუ შავი ზღვის გარშემო, დინარე, მოდი თანამედროვე ქართულად ვიტყვი, დუნაის და დინარე დონის გარშემო. კავკასიის მთებში, აბაზგების ქვეყანაში მდებარე მიწა-წყალი. ტიგროსი, ვიდრე პონტოსთან. კუნძულები, როდოსი, ტიგროსი და იქ აკლია ტექსტ. ანუ ეს ფრაგმენტია. აჰა. ყოველ შემთხვევაში ეს ტექსტი ძალიან საიდან არის ეს ფრაგმენტი? ეს არის იოანე ანტიოქიელი სასულიერო მოღვაწის ტექსტია ეს. აჰა. მე-7 საუკუნეში დაწერილი. ახალ წეთაღებს. აი, განსახლებაზე, ხო? იაფეტური მოდგმის ხალხთა განსახლების არეალი მონიშნულია ვარდისფრად. ფაქტობრივად ნატალი აი არის იმის პასუხი. საიდან მოვდივართ და ვინა ვარ იოანე ანტიოქიელის ის ხალხი მაგრამ ეს ჯერ არ არის ინდოევროპელებს არ აქვს დაფარვა ამ სივრცის და სემიტებს ჯერ არ ჯერ აქვს. არა, მანამდე წინარევე მანამდე მიზეზი რატომ დაიფარა ესეც აი, ახსნილია. მაგ მიზეზე ერთი კითხვა მაქვს რა, ესეც რაღაცას შევხვდი. ეს მერამდე საუკუნეა. რისი? ანუ აი ეს პერიოდი. აი ეს უკარო. ეს არ მოგვინა? კი. ეს წელიწადს მე-6000 წელზეა სავარაუდო ლაპარაკი. ესე იგი ინგლისელმა ჯეკობ ჰარისონმა 20 წელი ვიმუშავეო რაღაც ტექსტზე, რომელიც აღმოუჩენიათ, რაც ნიშნავდა ქართველების განსახლება როგორ მოხდა. და შოთა ხვედელიძეს გაუშვია, იცით ეს? შოთა ხვედელიძე მუშაობდა ძველ ნაწერზე. ძველ ნაწერზე, რომელიც მეცნიერებს იმაში მაგ გამოუგზავნეს. იბერის ნახევარკუნძულზე ვიცი ეს ფასადები კი. და ეს როი ვინ იყო თქვენი აზრით? ვიღაც როი მიწინასწარ მეწველა, რომ 400 მოდი ამაზე მე ცალკე შეიძლება ვისაუბროთ, კარგი. იმ დრო მე სვარტეგმა და რაც ხდები, თორემ მაქვს ამაზე პასუხები. კი ბატონო. ახლა ნახოთ ეს არის იოანე ანტიოქიელი, მაგრამ ქართული ისტორიოგრაფიაში როგორ აისახა ეს მასალა ამ წიგნებში. თუმცა ეს წიგნები როგორც ამბობენ, მე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ კაცო იმის ხრუშოვის ბრძანებით დაიკრძალა. მე არ ვიცი ეს დოკუმენტი მე არ მინახავს, მაგრამ სკოლიდან ამოიღეს ეს სახელი. ანუ იქამდე იყო და. იქამდე იყო. ნუ გამოცემის სხვადასხვა ესე იგი 53-ში გამოიცა, 46-ში, 48-ში, კიდევ იყო რაღაცა პერიოდებში გამოიცა. ეს არის ივანე ჯავახიშვილის, ნიკო ბერძენიშვილის და სიმონ ჯანაშიას ერთობლივ ნაშრომი. მაგრამ ეს როცა გამოიცა, მაშინ ჯავახიშვილი უკვე გარდაცვლილია. 1951-ში გარდაიცვალა ჯავახიშვილი ივანე. ხოლო 53-ში ეს წიგნები გამოსული პირველი. მე არ ვიცი ხა რამდენად სწორია ეს ყველაფერი, მაგრამ არის ჩარკვიანი ჩანაწერი, გელა ჩარკვიანის მამასთან დაკავშირებით, მაშინ სტალინს ქონია ეს იდეა, რომ ქართული წყაროებში ასახულიყო ეს ძველი მასალა და შეიძლება ეს მიზეზი ყოფილიყო, რომ ამ სახელმძღვანელოებში ეს მომხდარიყო სიმონ ჯანაშიასთვის და ნიკოლოზ ბერძენიშვილისთვის, როგორც ამბობს ეს ბატონი ჩარკვიანი, შეიძლება ასე ყოფილიყო. მოდი წავიკითხოთ ივანე ჯავახიშვილის, ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას ციტატა. ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველ სპირტ მოსახლეობას ეკუთვნიან. წინა აზიის. ხო, უძველეს დროში წინაზე ძალიან დიდია. კავკასიაც ითვლება ამ შემთხვევაში. უძველეს დროში დაახლოებით, აი თქვენ რომ კითხავთ ასვით, 6000 წლის წინათ წინა აზიის უზარმაზარ მიწა-წყალზე და სამხრეთ ევროპაშიაც. ნუ ახლა ჩამოთვლილია კუნძულებზე. ბალკანეთი, აპენინი, პირენის, აპენინი, იბერის ნახევარკუნძული, ეს იცით თქვენ კარგად. აგრეთვე აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე ერთი მოდგმის ხალხები ცხოვრობდნენ. ერთი მოდგმის. ამ მოდგმის ხალხებმა შექმნეს ძალიან ანდრიდეთ და დიდი კულტურული ცენტრები. ევროპაში ამ გვარტომების ხალხები წინ უსწრებდნენ. აი, თქვენაც გინდოდათ შემდეგ მოსულ ინდოევროპელებს. აჰა. რომელთაც დამხტური მოსახლეობისა
ანუ ინდოევროპელებმა სამხტური კვიდრი მოსახლეობის სადა მისი განვითარებული კულტურის ძლიერი გავლენა განიცადეს. ამას ლინგვისტურად ჩვენ ფონეტიკური გავლენებიც აქვს. აი დავუშვათ და ნოსტრატული თვალსაზრისით არ ვეძახეთ, სუბსტრატს ვეძახით ლინგვისტურად, ანუ ძველი ენის შეიძლება ძველი ენა გააქრეს, მაგრამ ახალ ენამ შემოინახოს. რადგანაც იქ ადგილზე მიდის რაღაც. აი, აქვე ვიკითხე, ეს ინდოევროპელები რა წარმომავლობის ხალხი არიან? გეტყვით. არ ვიჩქაროთ, ესეც მაქვს კეთილი. ახლა მარტო ამ სამეცნიერს ხო არ დავიჯეროთ. მოდი ცადოთ სხვა ვინც წერს. მიხეილ წერეთელი ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მეცნიერია, სამწუხაროდ ჩვენთვის არ ცნობილია, იმიტომ რომ მოღვაწეობდა უცხოეთში. ის როგორც ჩანს ასეთაც იყო მენშევიკური თავრობის ერთ-ერთი მინისტრი იყო, ზუსტად აღარ მახსოვს რომ კულტურის თუ ის მინისტრი იყო, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ის წავიდა საქართველოდან. ეს კაცი 4 ენაზე ბეშტავს თავის ნაშრომებს. ეს კაცი არის ნომერ პირველი დღეს სოფლიოში ურატოლოგიაში. მისი ციტირების ინდექსი მეცნიერება განისაზღვრება, მეცნიერების ციტირების ინდექსი თუ არ აქვს, ის აღარ არის მეცნიერების ბარომეტრი, როგორ ვთქვა. მისი ციტირების ინდექსი მაღალია. ეს კაცი იკვლევდა შუმერულ ტექსტებს. პირველად მან წარადგინა 1913-16 წლებში ბრიტანეთში აზიურ საზოგადოებაში გამოქვეყნდა მისი კვლევა შუმერებისა და ქართველების შესახებ. ნუ ის შუმერებს არ წერს, სუმერული, ამ შემთხვევაში ქართული, ეს მე 1912 წელს სტამბოლში დაიბეჭდა ქართულად, თორემ ინგლისური ვარიანტი ბრიტანეთში 13-დან 16 წლამდე ქვეყნდებოდა. ფრანგულადაც აქვს გამოქვეყნებული, მრავალი ენის მცოდნე იყო. ნუ მრავალ ენაზე მოლაპარაკე. ხო, ყოველ შემთხვევაში ამის ციტატა წავიკითხოთ. ქართველები, როცა ჩვენს დიად წარსულზე დავლაპარაკოთ, ეს უბრალო კრაბახი და ბაქი-ბუქი არ არის. დიადი იყო ჩვენი წარსული, ჩვენი ცხოვრების ისტორიული ხანისა, მაგრამ კიდევ უფრო დიადია წარსული იმ რასისა, ან მოდბისა, რომელსაც ქართველიერი ეკუთვნის. ეს რასა, რომელსაც თამამად შეგვიძლია ქართული რასა ვუწოდოთ, დიდი, მრავალრიცხოვანი იყო, უძველესი კულტურის დაწყების მხრივ სემიელებს, ანუ სემიტელებს გულისხმობს, აქ სემიტელებია და არიელებზე წინა აზიაში. არიელები ინდოევროპელები თავისი გაგებით და ამასთანავე ისეთი ნიჭითა და შემოქმედებით დაჯილდოებული, რომ სადაც კი მოიკიდებდა ფეხს. მისი რომელიმე ნაწილი ბაბილონიაში, ელამში, ეს დღევანდელი სპარსეთის სამხრეთ ნაწილია. არმენიაში, თელს მცირე აზიაში თუ კავკასიაში ყველგან ქმნიდა უდიდესსა და უორიგინალეს კულტურას, სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, სარწმუნოებას, ხელოვნებას, წერლობას, ყოველი სფეროს, რასაც კი კაცობრიობის დიდება ეწოდება და რაიცად დაწერილია მის ისტორიის ფურცლებზე. ჩვენ ახლა გავიგოთ კიდევ რომ არსებობდა ასეთი მეცნიერი ტიტე მარგველაშვილი, რომელიც მათ დისერტაცია დაიცვა გერმანიაში. მე თუ მახსოვს, კარგად 1927 წელია მგონი. კავკასი და ის წერს, ნუ მის მოსაზრებას განიხილავს გიორგი ჩიტაია და არა მარტო მის მოსაზრებას, ამ პირველ ტომში სხვადასხვა მეცნიერების მოსაზრებას, რომ ეთნოგრაფიულ კვლევებში წარმოადგენს. ეს მოსაზრებები ის კი არა ეს აქვე აქსიომატიკა, არამედ მოსაზრებებია, ჰიპოთეტურია ეს. კავკასიელების, ესე იგი ქართველების გავლენის კვალი განსაკუთრებით ჩანს შუმერებს. მათ თავიანთი კვალი დაუტოვებიათ სხვა ხალხთა ცხოვრებაშიც. სამხრეთით, პალესტინასა და ეგვიპტეში. კითხვას სვამდა ის ბატონი. თქვენ რომ სვამდით კითხვას, აქ აპასუხეთ. ჩრდილოეთ დასავლეთით, უკრაინასა და პოლონეთსა და სამხრეთ სკანდინავიაში. დასავლეთით, სამხრეთ ევროპაში და თვითშორეულ ახლო აღმოსავლეთამდეც. რატომ ამდენი რატომ? ამას გვეტყვის კიდევ გვიპასუხებს სხვა მეცნიერი. ამ რასას ეწოდება, ან ამ რასას უნდა ეწოდოს კავკასიური. სხვა ტერმინიც არსებობს, საგროსპონტოური, იაფეტური, ან ქართული.
აი ეს ტერმინები ფაქტობრივად ერთდაიგივეა. სპეციალისტების აზრით კულტურული ყოფით ამ რასას მიწერება ლითონის ხელოვნება, მესაქონლეობა, სახვნელი კულტურა, შეიძლება მათვე მივაკუთვნოთ კერამიკული მორგვის გამოგონება და ცხენის მოშინაურება. თუმცა ცხენის მოშინაურება შეიძლება კითხვის ნიშანი იყოს, სხვასაც ჰქონდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათ ჰქონდათ სახელმწიფოს ჩამოყალიბების ხელოვნება. ეს ხალხი იყო პირველი პატრიარქალური ფენა წინ აზიაში რომ შევიდა. ანუ კავკასიიდან. აი კითხვაზე პასუხი. ძალიან ეს ფრაზა, ეს ტექსტი რაც დონ კრისტოფორე დეკასტელი ძალიან ბევრ წელს ორიგინალს ახლა არ წავიკითხავთ, ჩვენზე ბევრ რამე ისეთიც წერია, რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ამ სიდიდის ადამიანობა დღეს რატომ გახდნენ სატანის სახურები და რაღაცები წერია ბევრი ისეთ, რომელიც არავინ არ გახებს. არამედ ზუსტად იმას ამბობს, რაც ახართ. ანუ ქართველებმა ქვეყნიერება განანათლეს, ანტიკური ბერძნული სიბრძნე წარმოშვეს. ახლა დავაგრძელოთ. წავიდეთ ახლა იმ გზით. ძველი ბერძნული წყაროების საკმაოდ ბევრია ძველი ბერძნული წყაროები. ძველი ბერძნები აი თქვენ რადგანაც ბრძანეთ ალექსანდრე მაკედონელმა თავის პერიოდში ძალიან ბევრი მე იმას ფილოსოფოს იგივე მეცნიერი იყო მაშინ. ყველას მისცა საშუალება რომ ძველი ტექსტები ჩაეწერათ. ჯერეთი ბერძნული მაშინ საურთიერთო ენა იყო იმდროინდელი ძველი სოფლიოსთვის. წარმოიდგინე რამხელა სივრცე იყო და კარგად არის შემონახული. აი მის თქვა. ალექსანდრე რაღაცა მიზანმიმართულად ცდილობდა თითქოს ამ კულტურების დაახლოებას ერთმანეთთან. რატომ? იმიტომ რომ ეკონომიკური ურთიერთობის დროს მას საქონელი რომ ჭირდებოდა დაუშვათ ათენში. იმაში სხვადასხვა ქვეყანაში გასვლის დროს გადასახადი მეტია, პლუს მე შეიძლება გზაში დაიკარგოს რაღაცები და ამიტომ მას ერთ სისტემაში მოქცევა უნდოდა. კი ბატონო. გლობალიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი როგორი გაგებით იმდროინდელი გლობალიზაცია. თუმცა ის არ ებრძოდა ადგილობრივ ტრადიციას. საერთოდ ალექსანდრე მაკედონელი ეს ახლა კარგად იცით ყველა რომ რამხელა დიდი, ნუ არისტოტელე იყო მისი მასწავლებელი და ახლა რა თქვა. ხო, აი აქ დაუბრუნდეთ მითი. აი რა არის? ამას კი არ ხსნით ჩვენ ახლა. ეს მითოლოგიებმა უნდა ახსნან სპეციალისტები ყავს ჩვენ მაგრამ. აი პირდაპირ რატომ არის ამ მითის პერსონაჟების ასეთი გახელოვნება და ხო როგორ შემორჩა ესე კაცობრიობის მეხსიერებას ეს რაღაც ანუ არც ისე ასე ვთქვა თუ რაღაც სასწაული არ იყო რატო შემორჩა თუ რაღაც გასაუბრებელი ახლა არის ჩვენს პერიოდში ახლანდელ პერიოდში მითიზაციაც ხდება ბევრი პოლიტიკური სიტუაციებისა მაგრამ ახლა არ არის ესეთი ფართო მასშტაბით იმიტომ რომ მაშინ ინფორმაციის გავრცელებისთვის ეს უფრო კარგი მეთოდი იყო, იმიტომ რომ კარგად იმახსოვრებდა ადამიანი და ნუ ჩვენი მოსაზრებით ეს ასე უნდა ყოფილიყო. მოკლედ, ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით ზემოხსენებული ადგილები, რომელიც ჩვენ ვახსენეთ ზემოთ, რამდენიმე მეცნიერის აიეტი და მისი ოჯახი განაგებდა ეს ინფორმაცია. ახლა და ჩვენეთ ეს პრობლემა. აი ხო. აი ხო, მე თქვენ სქემას გაჩვენებ მთლიანად. აი სქემა. აი კრონოსი რეაია, ხო, ესენი ბერძნული ეს თუ ბიტში მუშაობ, ყველა ღმერთების სახელი უნდა დაიზებინო როგორც გაბრალების ტაბულა. მოდი შენი ღმერთები ყველა ეგრეცი. ეს ნაწილია, თორემ უფრო მეტია. ნუ ურანოსი და გეა ეს ბერძნული მითების წარმოდგენისა. ხო, აი ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ჰაზისი და ჰელიოსის შთამომავლობა. თუმცა აქეთაც არის ჩვენთვის დაუშვათ არასაინტერესო რამეები. ნუ ოკეანოსი და ტეთისის ვაჟიშვილია ფაზისი პირველი, მაგრამ ჰიპერიონს და თეიას ყავს ჰელიოსი პირველი, ჰელიოსი მეორეა. ფაზისი დღევანდელი ფოთის. ხო, იმას დაუბრუნდებით. და ერთი ანუ აი ეს მივართ, იქა ეს ყველაფერი აწყობილია თქვენზე. უკაცრავად ეს ჰელიოსის სამი ვერ გავიგე. რას ნიშნავს? ანუ 5 ჰელიოსი იყო. ანუ ერთი ჰელიოსი არ იყო, მისი შვილიც იყო აიეტი და აი ეს არის ლათინურად არის მოცემული მასალა. აი აქ არის მითითებული აი ან ლათინურ ტექსტია ეს მითითებული რომ რამდენიმე ჰელიოსი იყო. დიდი აქვე თქვენ
უბრალოდ მე მინდა გადაცემის წამყავს გამოვეხმაო, რომ ხშირად ჩვენ მეგობრები ვართ და გვაქვს ხოლმე ესეთი დასთან პოლემიკა, ასთან გასვლა გამოსვლა და ვისაგებთ ამ შემთხვევით და დაიშვათ ეს კითხვა, სანამ აი ეს ძველ ბერძნული მითოლოგიის ღმერთები. მითის ხო. ძველ ბერძნული მითოლოგიის ღმერთები. რამდენად რეალური ეს თქო პიროვნებები არიან ეს ეს ღმერთები ერთის მხრივ ანუ ამაზე პასუხი ჩამოვაყალიბებ თუ შეიძლება და ერთის მხრივ რამდენად რეალური პიროვნებები არიან ესენი და თუ არ არიან რეალურები მაშინ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს თვითონ მათთვის რეალურ საფრთხით განიხილავ აი თქვენ როგორც დასვით კითხვის ბოლოდან რა სიმბოლოებს განიხილავენ ან რა სიმბოლოს წარმოადგენენ მაგალითად ვაჭრობის ღმერთი არის სიმბოლურად აღებული აი მაგალითად არა თუ რეალური პიროვნება არამედ სტილია ის არ არსებობს ხო არსებობს სტილი არა თუ ანუ სულიერი არსება არა სულიერი არსებაზე არა კლაბარა თქვენ სიმბოლიზმი როგორ გესმით პოსეიდონი მაგალითად ხო ეს სიმბოლური ღმერთია აბსოლუტურად არა მაგალითად იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი რომელიც არსებობს არის ცოცხალი ღმერთი ექსვარანი ახლა ეს ისინი არიან სიმბოლურები რომლებიც არ არსებობდნენ ხო თუმცა ამაში დაისახა არა მე ვიტყვი მე ვაბო ბეცნიერს უსვავ კითხვას და კიდე გამომდინარე მეცნიერება უკასულა მაშინ უთხარი საბატონოთოლის მოხდა რაღაცა დედამიწაზე რაღაცა ამბავი და ის აისახა ყველა ცივილიზაციაში თავისებურად თავიანთ აი როგორც დაუშვათ ნიუტონმა პირამიდაში რომ გაატარა სპექტრი გზის სხივი და შვიდფერად გადაიქცა ასეა ესეც ანუ თქვენ როგორ გესმით თქვენ როგორ ხართ მიმღები ისე აღწერთ იმ სიტუაციებს ეს ღმერთები რომელიც არის ბერძნული ჩემი წარმოდგენით ჩემი კვლევების თანახმად ეხლა ჩემი პირადა ჩემი შეხედულებიდან ეს არის ფაქტობრივად შუამდინარეთული ანუ ინანა შუამდინარეთში რომა ბერძნეთთან არის მათი წარმოსახვის ნაკუთები კი მაგრამ ეს წარმოსახველია და არა რაღაცა რეალური ამბავი არა რეალური მაგრამ ეს რეალობას ასახავს რაღაცას ანუ ვაჭრობის ღმერთი რეალობას ასახავს მას აქვს ორი ბუნება რეალური და არარეალური ესე იგი მივედით ფაზისი პირველი მითოლოგია მაინც განისაზღვრება რომ მითისგან არის წარმოშობილი და მითოლოგია არის მითის შემსწავლელი მეცნიერება ლოგოს ბერძნულად ლოგოს ბერძნულად ბევრი ნიშნულობა აქვს მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც მეტყველება შესწავლა ლოგოსი საერთოდ სიტყვასაც ნიშნავს და კიდე ბევრს ამას მოკლედ აქ ჩვენ ძირითადად გვაქვს ახლა ყურადღება ფაზისი რა არის ფაზისი არის დინარეთა მეუფე და წერს ზოგი ავტორი და არქეოლოგებიც ამას იზიარებენ განსაკუთრებით ჩვენი მითელაძე ფაზისის კოლხების ღმერთია და იქ სწორედ კოლხება სახელი მიიღეს ფაზისის ძე კოლხოსისგან აი ესეთი შტაბეშტილებებია წარმოდგენილი ბერძნულ ლათინურ მითებში ესეც მითებში ამოგიხულია ეს ხენ მე გეუბნებით რომ მითებს ნუ უყურებთ არარეალობაში ხო მე გეუბნებით იმ კუთხით რომ მითი არის რაღაცა ისტორიული პროცესი თუ გინდა უფრო გაგმარტივეთ აი ეტი არსებობდა თუ არ არსებობდა ხო გაინტერესებთ არა მე მაინტერესებს არა მე რამა პიროვნება არსებობდა თუ არა საინტერესოა რა ხო თუ აი ეტი არსებობდა აი ეტი მითიც ვიცით და ამ დროს აღმოჩნდა რომ პიროვნებაც არსებობდა ანუ თქვენ ახლა უკვე გაგეცეთ პასუხი მე მგონი მითიც არსებობს და არსებობს პიროვნება და არსებობს სტალინი ხო ფიგურა თანამედროვე მასთან დაკავშირებული ბევრი მითებიც ხო არის არა გასაგებია მაგრამ ამ ლოგიკას თუ გავაგრძელებთ მაშინ ზევსიც იყო რეალურად იყო და მისი მითოლოგიაც არსებობს პოსეიდონიც იყო რეალურად იყო და მისი მითოლოგიაც არსებობს ანუ თუ თქვენ ამობთ რომ აი ეტი როგორც მითოლოგიაშია ისევე რეალურად იყო ასევე ზევსიც რეალურად იყო შენი რეალობა ცოტა სხვანაირია და დაგანახებთ
აიეტი რატომ ამიღე კონკრეტ წმენაზე კი არა მაქვს საუბარი, თქვენ შინაგანად რა გწამთ? რისის გჯერა, ზევსის გჯერა, ბიბლიური ღმერთის გჯერა თუ სხვა მითოლოგიური ღმერთის? მე ვამბობ რას? ანუ ოფიციალურად, ანუ მეცნიერული თვალსაზრისით, მითოლოგია არის მითოლოგია, რეალური ფაქტები არის რეალური ფაქტები, მაგრამ ზოგიერთი მითოლოგიური ფაქტები რაღაც მხრივ ემთხვევა რეალურ ფაქტებს. ეს არის და ეს. დიახ, უფრო ხელშესახები ხარ ჩვენ გვაქვს აიეტი. ანუ ჩვენ შეგვიძლია აიეტის ირგვლივ ვისაუბროთ. ნამდვილობას ცოტა სპანაირი აკბავს. თქვენ ახლა პირდაპირ ნამდვილი ახლა აგერ ნანას რომ ველაპარაკებთ ასე არ არის. აქ სხვა რამეა. ჩვენ კიდევ ლიტერატურული თქვენ პოეზიის თაყვანისმცემელი ხართ. იქ ახლა ხატვა ის ხატავს ხო? პოეტი ან მწერალი ხატავს თავის იმას და ის რაღაც რეალობიდან იღებს, მაგრამ თავისას უმატებს. მაინც წარმოსახვითი გმირი გამოდის, ხო? წარმოსახვითი და ესაა დიდი ხელოვნება, აბა რა არის? აბა გადმოხატე მაშინ პირდაპირ. ხელოვნებაში მაგალითად. ხო, მაგრამ რომ დააჯერებს სხვაცაც ეს შვილები მოკლა. ესაა მაგრამ რეალურად მედიას ყავდა შვილები, რომლებიც ადამიანს აქვს ხატრულად გადმოცემის საშუალება. ესაა ხელოვნება. შვილი ყავდა მედია. ამაზე მე ვიტყვი ევრიპიდესთან მაქვს ეს მას. ანუ იმაზე არა, მაშინ ბაცალეთ იმაზე შევთანხმდით ბატონო გია რომ ესე იგი ეს მითოლოგიური ღმერთები ფაზისთან დაწყებული და ჰომეროსი და სხვა ზევსი და პოსეიდონი და ასე შემდეგ ეს ღმერთები რეალური ღმერთები არ არიან. არა, შენთან აკუმ გახდეს კითხვა არ იცი უბრალოდ ეგრეთ არ არა, მე გადომაქვს. მე მეჯიბრება რაღაც ხუთი და უნდა რომ თქვენ მისი მხარე და არა, მე არავის ხარი არა ვარ. მე ვარ მე არავის არ ვეჯიბრებ, მე უბრალოდ მე ვარ ჩვეულებრივი რეალისტური მეცნიერული კვლევების ბატონებო, ერთი თხოვდა. ბატონ გიას ძალიან საინტერესო დაგდალა პრეზენტაცია. ყველა იმ კითხვას, რომელსაც თქვენ სვამთ, ამაზე ყველაზე არის იქ პასუხი. თუ შევჯერდებით იმაზე, რომ თემა დაასრულოს და შემდეგ თუ რამე კითხვა იქნება, მერე და უშუალოდ დროშიც მოვიგებთ და უფრო საინტერესო იქნება. საინტერესო იქნება, ისეთ უფრო მეტი კითხვა გაგიჩნდება სხვა კუთხე. აი ამ მაგათად ეს სქემა, ესეც ჩვენ მე რა შედგენილი, აი სქემა მაგათად აიეტის ოჯახი. მისი აიეტს ყავს ძმები, მაგათად ალოევსი, რომელიც პელოპონესის, ანუ დღევანდელი საბერძნეთის ერთ-ერთ ტერიტორიასთან მართავდა. თვითონ აიეტის საგამგებლო იყო კორინთო, ეს ხაზგასმით უნდა გახსოვდეთ. მერე პერსეს იყო ყირიმის მმართველი. თქვენ მოგეხსენებათ ახლა ოდისევსი და ოდისევსის აბა-იცით ახლა აღარ მოყვები აქ. მას ყავდა ცოლად კირკე, აიეტის და მათი შვილი არის ლატინოსი და რომოსი. ნუ ერთ-ერთი ბერძნული ლატინური მითის მიტევა. აქტისი, რომელიც ნახევარ-ძმა არის აიეტისა, ეგვიპტეში მზის ქალაქის, ანუ რას ქალაქის დამაარსებელია. იმიტომ რომ მამამისი მზე არის და მამამისი გაბრაზებულია აქტისზე და აქტისი გამოხატავს ამ იმას მამისნაირ პატივცემას და ეგვიპტეში აუგებს ტაძარს. ნუ ეს ბერძნული, მაგრამ ეს ყველაფერი ეგვიპტურ ტექსტებში გვხვდება. ისე კი არა, მაგრამ ბერძნებმა ეგვიპტურიდან აიღეს და ჩაწერეს ასე. პასიფაე, რომელიც არის მინოსის მეუღლე, კრეტაზე გაბადებული მეფე იყო, როგორც თამარი. დედოფალი კი არა, მეფე. მე ჩაიზიცა მინოსის. ნუ ყოველ შემთხვევაში პასიფაეს ცივილიზაცია, მაგრამ ევანსი ამ ცივილიზაციას წინა ბერძნულ ცივილიზაციას სახელს რომ არქმევს, ანუ ის პირველი არქეოლოგია, რომელმაც აღმოაჩინა კნოსოსის სასახლე, რა დავარქვა ინგლისური ტრადიციით არ შეიძლება ქალის სახელი დაარქვას. საერთოდ აი ისია ტრადიცია და ვერ დაარქვა პასიფაის ცივილიზაცია და დაარქვა მინოსური ცივილიზაცია. მეტი კი განსხვავება კი არ იყო, უბრალოდ მას არ შეეძლო თავისი ტრადიციები და ამას აღნიშნავს სხვათაშორისო. მოკლედ, მედია და არგოსი და თესალოსი. თესალოსი შვილია მედიასი და თესალია დღეს ეს აქცევია, მე კი არ ვაბობ. ძველ ბერძნულ წყაროში. ხოლო მედია იქ მოხდა იქ შვილებთან დაკავშირებით
ხო, ევრიპიდეს აღწერილი აქვს, მაგრამ ადრეულ პერიოდში რაღაცები მოხდა, ევრიპიდე 1000 წლით ჩამორჩება მედიას დროინდელ ინფორმაციას, მაგრამ შემთხვევაში მედიამ აღმოაჩინა ნავთი. ამას გაჩვენებთ მე და არიელების, ანუ დღევანდელი სპარსეთის ტერიტორიაზე დაარსა ქვეყანა მედია. ნუ ბერძნულად ასე წერია, ზოგ ისტორიკოს შეიძლება ეს არ თანხმობდეს, მაგრამ ბერძნული ჰეროდოტეს აი ეს უწერია ხოლმე რა ვქნათ ისტორიის მამა და არ აღნიშნოთ, რადგანაც ეს აქვს დაწერ. ნუ ყოველ შემთხვევაში ესაც სქემა შედგენილია, პატრონ ნიკოლოს, აი ყველა წყარო ხდება დადიდებული. შეგიძლიათ გადამოწმოთ ყველა წყარო ჩემი თვალით. 1000 ჯერ მაქვს ნანახი. ყველა ორიგინალი ტექსტია. ხო მოკლედ ქალბატონ ნატალი მოგზაურობ თორემ გამოგრჩება ის თავად თქვენაც გაინტერესებდა. აი რა არის მიზეზი დავუშვათ ჩვენ ახლა ჯერ არგონავტების მითი რაღაცა ფორმით განვიხილოთ, ანუ იოლკოსიდან დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიიდან რატომ ჩამოდიან ფაზისში, ანუ ფოთში. კოლხეთის ქვეყნის სიმდიდრე ამას ამბობს სტრაბონი. ოქროს, ვერცხლის, რკინისა და სპილენძის სიუხვე იყო. არგონავტების ლაშქრობის ნამდვილი მიზეზი. სტრაბონი წერს. იასონისა და მისი მდევარი კოლხების ლაშქრობის კვალი არის კრეტაზე, იტალიასა და ადრიაში, ვენეციის ახლოს. კალიმაქე აღნიშნავს, რომ კოლხებმა დააფუძნეს ქალაქი, რომელსაც კოლხურ ენაზე ეწოდა პოლა. დღევანდელ ქალაქი ხორვატიაშია. ვინ აღნიშნავს აი სულ მაინტერესებს? სტრაბონი. ახლა თქვენ რომ ვიკიპედია რომ გადაშალოთ, აი ესე პირდაპირ ჩაწეროთ ეს ქალაქი პოლა. ამ პოლა ხორვატიაში ეს აღნიშნულია. ეს რიგი მასალა ტიმ სევერის ინგლისურად იყო პირველად გამოცემული, ქართულად გამოსცეს, მაგრამ რაღაც თანხმედრა არ არის ზოგჯერ. ეთქობა ტექსტის თარგმანის დროს რაღაცები გამორჩეთ. ისეთ ეს ფოტოგრაფი შემოგვიმართა? ჩვენ გავაგზავნოთ. კი. აი ეს ხო უკაცრავად აი გზა. გადავუბრუნდეთ, აი შეხედეთ. გადავუბრუნდა. აი იოლკოსიდან როგორ მოდის არგონავტები? ხედავთ, აი როგორ ჩამოვიდნენ. ეს არის ყველაფერი ბერძნული წყაროს მიხედვით, ყველა ადგილი მონიშნული. რაც ახლა ბერძნულ წყარო მიცის, აი ახლა იმასაც არ უგეტყვით ახლა მთელი დეტალები აქ მოკლედ. ახლა როგორ გადიან მედიას როგორც კი მოიტაცებენ, როგორ გადიან ევროპისკენ, აი შეხედეთ. ანუ პირიქით. აი დუნაის იმას საქმეა აყვებიან, აი პოლა იქ დაარსეს, აი ზემოთ დავიდნენ, მერე ჩამოვიდნენ. აი ეს ინფორმაცია ხარ რა ყველაფერი წერია ახალია? ყველა. მოიცა ბერძნები წერენ ამას, აი ეს ისტორიკოსები. ისტორიკოსები არა, ძველი წერილობით წყაროები ბერძნული. აი მაგათი იტალიას რომ მოახლოვდნენ, ეს ჰომეროსთან არის. აღნიშნული, ანუ თქვენ ჯაჭვ გაქვთ გაკეთებული, ანუ იქ სტრაბონი წერს, იქ ჰომეროსი წერს და თქვენ გადაამბობთ. აი ახლა მე ერთიანად თელის. დიას ნაშრომი იმით არის საინტერესო, რომ აი ამ თემასთან დაკავშირებით თუ სოფლიოში ვინმეს რამე დაწერილი აქვს, დაწყებული იმ დროიდან დღევანდელი. ხო, ყველაფერი არის თემაში. აი ეს არის ჩვენი კომფორტი, რომ ვიტყვი, რომ აი ყველაფერს თავმოყრილად ხედავთ ახლა. მაგრამ უფრო არა მეცნიერულად, უფრო პოპულარულ ენას. მეცნიერულად ახლა ამ ყოველ დეტალს აწერენ შობია. აი მედია, სად არის გამოხატული, რომელიც ყველაზე ძველია. ეს არის ძველწითაღრიცხვის 2025-375 წლები იტალიაში ინახება ეს ჭურჭელია. აი მედია. საიდან გიდება რომ ეს მედია? ზედაწერია ტექსტ აი აქ ზედაწერია მედია. სტივიც გავაკეთებული. ბერძნულად ზედაწერია. აი ამ ადგილას მედია. აი ეს არის ტალოსი. ტალოსი არის კრეტის დამცველი. რობოტებით რო ხონდა, ხო? ხო, პერიამებია, რომელიც ვერ შედიოდა, არგონავტები ვერ შედიოდა, მედიამ ეს დააძინა. ესე იგი მინოსური მშვიდობა იმიტომ იყო ამ კუნძულზე, რომ არსებობდა რობოტის მსგავსი არსება, რომელსაც ვერავინ ვერ ანუ რომ მოდიოდა ვიღაც ახლოს კრეტაზე. უზარმაზარ ლოდებს ყრიდა და იმხელა თუნა აი საქმე ვერავინ ვერ ახლა ცოტა სხვანაირი კუთხით ვუყურებ ამას. ნუ ყოველ შემთხვევაში მედია აქ არის გამოხატული
აი თუ თქვენ კარგად შეხედავთ ია ყვავილითა ყოველ შემთხვევაში ეს ისე მაგრამ აქ ну რაღაცებსაც კითხულობს ახლა აღარ მინდა მასე ჩვენ ხო ნავთობი ის შხამი იყო აი ეს პლუტარქე ალექსანდრე მაკედონელის აღწერის დროს ნავთობის შხამი იყო მედიამ რომ ვირგინი და წამოსასხამი გაჟღინთა ცეცხლი თავის თავად არ გაშენიათ ამ საგნებს და ბერძნებმა პირველად რომ შეხედეს როგორ მოუკიდაო კაცო ცეცხლიო